თბილისში ველოსიპედით სიარული საშიში. სად არის? არა მიგცემს პატრის გზაზე. არ ვარ გამორიცხულია იარო ველოსიპედი თბილისში. არ გვაქვს არ არის ეს ქალაქი ველოსი. დღეს რომ ამას გავარკვევთ, რამდენად საფრთხის შემცველია თბილისში ველოსიპედით სიარული. წავალ დიდი დიღმიდან მარკეთილამდე, გავული სხვადასხვა უბა, სხვადასხვა გზას, ნახოთ თუ გადავარჩებით თბილისის ამ დიდ გამოწვევას. წავედით. რაღაც ხრი კარგია, იმიტომ რომ ბასლარი ვარი, ოდნავ უსაფრთხოდ გრძნობ თავს. ესები ორივენაირ გზაზე ვიარო, როგორც მთავარ გზაზე, ისე პატარა ქუჩებზე, რომ ნახოთ როგორი განსხვავება არის, როგორც მანქანების მხრივ, ისე უსაფრთხოების მხრივ. საიქრებს აღების მხრივაც. პატარა ქუჩებს ეს მინუსი აქვს, რომ ვიწრო ქუჩებია და ბევრი მანქანაა და ნელა დავდივართ. აღმაშენებელი არის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გზა მთელ თბილისში, იმიტომ რომ არიან ბევრი მანქანები. გადიან ძალიან ჩქარა და უსაფრთხოება არის ნოლი. აღმაშენებლის ხეივანი ერთ-ერთი ყველაზე რთული მონაკვეთია ველოსიპედისტვის. მანქანები ხშირად არ თავენ სიმძიმებს, მოძრაობა ძალიან სწრაფია და შესასრულებთან დამატებითი ყურადღება კიდევ საჭიროა. ის არის, რომ ვერც უკიდურეს მარჯვენა მხარეს ვერ დადიხარ კარგად, იმიტომ რომ ყველგან ეს სიტუაციაა და არავერი აღმაშენებელზე გადავრჩი. ეხლა არის 3:30 და საკმაოდ ბევრი მანქანაა მაინც. ეხლა გადავდივარ შუქნიშანით, უნდა გავიარო მასივის პატარა ნაწილი, დიდუბე და მერე ავიდე უკვე ნახალობისკენ. ესა ჩვენი ველობილიკი. დიდუბეში ესეთი ველობილიკი არ ვიყოფს. იმიტომ რომ შეარია მანქანასთან და საფრთხე არ ვცვლები. ეს ძალიან კაია. და დიღმის მასივით გავიარე. დიდი არაფერი საფრთხე არ აქვს. ველოსიპედი გადადგამოს ის პლუსი აქვს, რომ გარემო იცვლება და შეგიძლია ძალიან ბევრ რაღაცას დააკვირდე, აღმოაჩინო, ისიამოვნო. წერეთ თუ წავსულიყავ, ბევრად უფრო კომფორტული იქნებოდა, იმიტომ რომ ველობილიკია. მაგრამ მოდი ვნახოთ. ყველასგან მივიწყებული ნახავთ. ეს სახლი ძალიან მსაჯულებს. ჯუგო. ბავშვობაში მითხრას, რომ დადიანი არის ყველაზე გრძელი ქუჩა. მაგრამ არ ვიცი, იქნებ წერეთელია ყველაზე გრძელი ქუჩა, იმიტომ რომ მართლაც ძალიან გრძელი ქუჩა. ზოგადად ველოსიპედი ქალაქში გადაადგება საკმაოდ სტრესული, იმიტომ რომ შენ მთელი ყურადღება გაქვს გადატანილი არა მხოლოდ იმაზე, როგორ მართავ, არამედ გარშემო ადამიანებზე, მანქანებზე. გჭირდება მართლაც რამდენი ყურიც გაქვს, იმდენი და რამდენი თვალიც გაქვს, იმდენი. ჩემი აზრით, რატომაც გვიმარტივდება ველოსიპედით სიარული ქალაქში, ისაც უკეთესად გამოცდილება მაინც გვაქვს, ის არის, რომ ჩვენ თავს გრძნობთ აი ამ მოძრაობის ნაწილად. ანუ რაღაცნაირად რითმში ვყვებით და მათთან ერთად გადავადგილდებით. სხვა შემთხვევაში, წარმოუდგენელია. უნდა აყვე რაღაცნაირად რითმს ვყვეთ. რა თქმა უნდა, მთელი ყურადღები და პასუხისმგებლობა. ისაც ჩვენი გადასასვლელი ხიდი. ნასკები. დადიანით კმაყოფილი ვარ, ძალიან კარგად და ძალიან მშვიდად ჩამოვედი. ვაგზელს რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ, გოხდი როგორ უნდა იყო ვაგზელის საფრთხე. კაი, ხა აქ უნდა გადავიდე და უნდა გადავჭრა. ძალიან ბევრი რაღაცის აღმოჩენა შეგიძლია ველოსიპედით გადაადგილების დროს. გარკვეული ობიექტების, გზების, აბობა. და გამითმეს. ველოსიპედი არის ყველაზე სოციალური ტრანსპორტი, იმიტომ რომ გელაპარაკებიან, ან გაგინებენ, ან გაგიღიმებენ.
ესეთი პატარა და საყვარელი ქუჩები ძალიან კომფორტული გადასაადგილებელი. ზაფხულში ძალიან კარგი არის, ხოლმე იმიტომ რომ გრივა რა რაღაცნაირად. აქ ძალიან მიგროვარ შევქენ ძალიან მიგრს. მარშრუტის დასაგეგმად ხშირად ვიყენებთ კომოდს. ეს არის აპლიკაცია, რომელიც გთავაზობს შედარებით უსაფრთხო გზებს და წინასწარ გაჩვენებს დროს, მანძილს, ამაღლებას და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს. ეს ქუჩა ძალიან ლამაზი და კარგია. რაც უფრო ნათლად აჩვენებს თქვენს მოქმედებას მძღოლებს, მით უფრო უსაფრთხო ქალაქში ველოსიპედით გადაადგეთ. ეხლა მაქვს ორი ვარიანტი. წავიდე იქით ხარეს რუსთაველისკენ. ან მარცხენა მხარეს გავუყვე გზას, ოღონდ აქეთ ხარეს ნამყოფი არ ვარ და არ ვიცი, არ ხდება. შეიძლება საინტერესო იყოს, ამიტომ მოდი გავუყვე მარცხენა მხარეს და სადღაც აბლაბრისკენ ჩამოვა. საკმაოდ საინტერესო ქუჩებია. ბუხაიძის ქუჩა. რატო არ ნაყოფი არ ვიცი. საერთოდ მარკეტინგისგანაც ბევრჯერ არ ნაყოფი. ბოროტი აღმართებია. არ ვიცი. მატარებელი წავიდა. აღმართ ყოველთვის მოყვება აღმართი. აქ არ ყოფილა ერთი 15 წელი. რა ჭკვიანია. და აქაურობა შეცვლა, მე რო ვიყავი მაშინ ცუდი გზა იყო. გავლილი ტერიტორიაც საკმაოდ მშვიდი აღმოჩნდა, არანაირი სარისკო შემთხვევა არ მქონია. ესაც ქეთევან დედოფლის გამზირი. აქ ველობილიკია და არ ვიცი სადამდეა. მგონი ისნამდეა და მე აღარ ნახოთ. საინტერესო ქუჩები გვაქვს იმ მხრივ, რა ხანდახან არის ხოლმე რომ ძალიან გავიწროებენ. ხანდახან ძალიან ესე ფართი გზაზე მიდიხარ. რეალურად ესეც შემიძლია რომ წავიდე, მაგრამ მირჩევნია გავუყვე ბოლომდე ველობილიკს, ცოტა უსაფრთხოდ მაინც ვიყო და არ გავიარო იქ თავარი გზა და მერე გადავხვით. ესეც ჩვენი ისანი. აქ საფრთხეებთან უნდა წავიდე. ამ ტერიტორიაზე ყველაზე ცოტაჯერ ვარ ველოსიპედით გავყოფი ბოდიში. მაგრამ ძალიან არ მიყვარს აქაურობა. ხავთ რითი განსხვავდება, გეტყვით რა აქ მაგალითად ხალხი აი მართლა ქუჩაზე დადის. კი მესმის რომ ბაზრობაა, მაგრამ ვაგზალზეც კი შედარებით უკეთ სიტუაცია იყო. ეს ნაგვებიც რა სუნაგოსუნია მთელ გზაზე. ძალიან დიდი განსხვავება ქუჩებს, შენობებს და აურას შორის. ეხლა ვარ სამგორის მოუთან. დასახლებები იმდენად არ ვიცი რა. რუკით მივდივა. ამიტომ არ ვიცი რა, ზემოდან მარტივია, გადავუხავ და სოდა. აქედან იმედი არ გავს თითქოს. დავუხვიეთ ვარკეთილისკენ. აქ ცოტას კარადადიან ძღოლები. თან ბასლენებიც არ არის. რაღაცა უსწორად უხვენ აქეთ-იქეთ. არ მომწონს. ვარკეთილში ცხელა, თანაც ძალიან ცხელა. და ქაუსი, ესეთი ქაუსი. რა ვიცი, არ მინახავთ არც. ეხლა ისე ვარკეთილში ვარ და ერთ ძალიან კარგ ადგილას წაგეყვანათ. ველოსიპედისტების დიდმა ნაწილმა არ იცის. შეიძლება არც თქვენ არ იცით, ვინც არ ხართ ველოსიპედისტი და განახეთ. დასკვნას გავაკეთე, რომ რაც უფრო კარგად იცნობ ზოგადად ქუჩებს, მით უფრო კარგად იცი იქაური მძღოლების ფსიქოლოგია და იცი როგორ უნდა მოიქცე.
მიხარეთ სხვა შემთხვევაში, ნუ, საკმაოდ დიდი გამოწვევა უცხო ქუჩებში ისეა, რამიტომ მიეშვიეთ თავიდან და მერე უკვე თამამად ივლით ქუჩებში. ნუ, ვარკეთილის ეს პატარა ქუჩებიც ნორმალურია. არ არის ძალიან გადატვირთული. სიმხანემზე წეღან აგერ რა ვიცი, გიჟები ისე გადიოდნენ. თბილისში არსებობს ესეთი ფანფრი. კი გრავერით ვარ, მაგრამ წამოვიდა ერთად ვიერთ. თავარი კითხვა არის თუ არა თბილისში ველოსიპედით გადაადგილება უსაფრთხო, ამაზეც ხალხსახელპასუხი საკმაოდ რთულია. ძალიან ბევრი გასათვალისწინებელი ფაქტორი არის, მათ შორის მანქანები, მათ შორის ძაღლები, მათ შორის ადამიანები, მათ შორის ასევე თქვენი მართვის უნარი, თუმცა შეუძლებელი არ არის, ფაქტია, დიდი დიღმიდან ვარკეთილამდე მოვედი ფაქტობრივად ყველანაირი შემთხვევის გარეშე, არც ძაღლები შემხვდნენ, რაღაცა პერიოდი დაივთხა დიდი ალბათობით. დღევანდელი ჩემი გზა დიდი დიღმიდან ვარკეთილამდე იყო ძირითადად სტანდარტული გზებით, 1-2 გზა იყო, რომელზეც გადავუხვია. თუმცა შემდეგ ვიდეოებში გაგიზიარებთ თბილისის ძალიან ლამაზ გზებს და ერთად მოვინახულოთ თბილისი ველოსიპედით. დიდი დიღმიდან ვარკეთილამდე მშვიდობით მოვედი. მაგრამ საკითხავი არის, აი ეხლა აქედან თუ წავალ მშვიდობით სახლამდე. ვიდეოს მოწონება და კომენტარში დაწერა ძალიან გამიხარდება და კომენტარში დამიწერეთ აი თქვენთვის რომ დავიწერეთ კომენტარში. რა ციხეთ იქ დამიწერეთ კომენტარში.